მოგესალმებით ქუთაისიდან მეგობრებო. გენიალური კონფერენცია ტარდება სამედიცინო. მოხარული ვიქნები თუ ვინც დღეს გაიგებთ, ის მოასწრებთ აქ მოსვლას, იმიტომ რომ უნიკალურ თემებზე ვილაპარაკებთ. ეხლა კიდე რამდენიმე სიტყვით გვეტყვიან ორგანიზატორები, რაზე იქნება საუბარი. თეა შავთვალაძე, მაკა ბულეიშვილი. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო კონფერენცია ტარდება თავისუფალი საზოგადოება ახალი ნაკადის და თეთრი ხალათის ორგანიზებით. ჩვენი მიზანი არის, რომ რეგიონები გავაძლიეროთ, რეგიონში სამედიცინო სექტორი ავტორიტეტი ამაღლდეს, უფრო ინფორმაციული გახდეს მათი საქმიანობა და ჩვენ ვიქნებით ამის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ფუძემდებლები. შევეცდებით, რომ მთელი საქართველო მოვიაროთ. თუ ვინმე დაინტერესდებით ამ თემით და შემოგვიერთდებით, ჩვენი კარი ღია, ქალბატონო მაკა და ჩვენ ყველას ვუმასპინძლებთ, ვინც დაინტერესდება მსგავსი თემებით. ქალბატონო მაკას გადავცემ სიტყვას. ყველას მოგესალმებით, მივესალმები პირველ რიგში ჩემს უსაყვარელს ქუთაისს, მივესალმები ქუთაისელებს, მივესალმები აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს, რომლებსაც ვხედავ და დღევანდელი დღე. ჩვენი ერთობლივი პირველი კონფერენცია, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მოხარული ვარ. ეს არის ორი ორგანიზაციის, ეს არის თავისუფალი საზოგადოება ახალი ნაკადის და თეთრი ხალათის, რომლის დაფუძნებელიც მე გახლავართ, ერთობლივი, ძალიან მასშტაბური ორგანიზაცია, სადაც იქნება განხილული უმნიშვნელოვანესი თემები, როგორც უკვე ქალბატონმა თეამ მოგახსენათ, ეს იქნება თანამედროვე გამოწვევები ჯანდაცვის, უსასრულოდ დიდი რაოდენობით კონფერენციაზე დღეს წარმოდგენილი იქნება ასევე ახალგაზრდა ჩვენი მოხსენებლები, ადგილობრივი მოხსენებლები, რასაც ვფიქრობ, რომ მედიცინის განვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში, როდესაც გავალთ, როდესაც ჩართულობა იქნება დიდი რეგიონის ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების მთლიანად სამედიცინო პერსონალის. ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორია დღევანდელ დღეს პირველადი ჯანდაცვა, რა არის ჯანდაცვის უსაფრთხოება, სხვადასხვა სახის პათოლოგიებზე, დაავადებებზე. მოკლედ ერთი სიტყვით, გელით, ჩემო ძვირფასო იმერლებო, მე თვითონ იმერელი და რა თქმა უნდა, ჩემთვის დღეს ძალიან აღმატებული დღეა ვიმყოფები ქუთაისში და იმ უნივერსიტეტში, რომელიც ძალიან მიყვარს. ერთი-ორი სიტყვით თქვენც რომ გითხრათ. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ქალბატონ მაკას, ქალბატონ თეას. მე შევეცდები ჩემი როლი წარმოვადგინო ამ სფეროში, რადგანაც შეხება გვაქვს ახალგაზრდებთან განსაკუთრებით დღეს. ჩემი დღევანდელი თემა დაკავშირებული არის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დაავადებასთან, აკნესთან, რომელიც არის ძალიან აქტუალური და მძიმე პრობლემა, განსაკუთრებით მოზარდთა და მოზრდილთა ასაკში. და ვფიქრობ, რომ ეს ჩართულობა და ის ინფორმაცია, რასაც შევეცდები რომ გავაზიარო, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის. ჩვენი მეგობრებო, ვინც ვერ მოახერხა დღეს მოსვლა, ან გვიან გაიგო, კიდე ჩავატარებთ ესეთ კონფერენციებს. ასე რომ იყავით ყურადღებით მომავალ შეხვედრამდე.